საღამოშვიდობის მოგესალმებით პატრიცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია ჩვენი გადაცემა ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. ძალიან მნიშვნელოვანი თემა დღევანდელი, რომელიც მე მინდა ჩვენს სტუმართან ერთად გავაჟღერო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, არამედ ჩვენი სოციალური ჯანმრთელობისთვისაც. მაპატიეთ რომ ამას ვამბობ სოციალური ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ეს ძალიან სწორი გამოთქმა არის დღევანდელ ჩვენს ყოფიერებაში. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ქეთუსი ჩიგოგიძე. საღამოშვიდობის ქალბატონო ქეთუსი. საღამოშვიდობის. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ამ თემის გაშუქებას თქვენ ესეთი გულმოდგინებით დაგვთანხმდით. თემა, რომელზეც მე მინდა რომ დღეს ვისაუბროთ, მე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემა არის და ქალბატონ ქეთუსის ბევრი აქვს ამაზე სალაპარაკო, ეს არის ბულინგის თემა. ბულინგი, რომელიც მოდის ბავშვობის პერიოდიდან და თუ ჩვენს ყოფას დღევანდელს და არა მარტო დღევანდელს თვალს გადავავლებთ, ეს ბულინგი არა მარტო ბავშვებში, უფროსებშიც ძალიან აქტიური არის და ძალიან ბევრი სარგებლობს ამ, როგორ ვთქვა, საშინელებით. საშინელი ხერხით. დიახ. კი ბატონო. აი, რა არის ბულინგი, ქალბატონო ქეთუსი, თქვენ როგორც ფსიქოლოგმა რომ აგვიხსნათ და რა არის მიზეზები ამისი? კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო თემურ მოწვევისთვის. ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვდივარ თქვენთან. მადლობა. და შევეცადოთ ახლა რომ ეს მართლა ძალიან აქტუალური თემა გავაშუქოთ ცოტა მკაფიოდ და გასაგებად. ახლა იმდენად ხშირად გამოიყენება სიტყვა ბულინგი, რომ მაყურებელმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის უკვე ამ ტერმინის არსებობის შესახებ. ტერმინი ჩვენთან 2000 წლიდან დამკვიდრდა უკვე, შემიძლია რომ ვთქვა, და სხვათა შორის ეს ერთი სიტყვა ბულინგი მოიცავს ძალიან ბევრ შემავალ კომპონენტს. იმიტომ რომ ვთქვათ, ინგლისელმა იცის რა შინაარსი იმალება ამ სიტყვაში და რამდენნაირი ნიუანსი ახლავს მას. და ქართველისთვის ეს შეიძლება გაიშალოს რამდენიმე სიტყვად. ბულინგი პირველ რიგში ეს არის დაცინვა, ქილიკი, დამცირება, აგრესიული დევნა, შეურაცხყოფის მიყენება, ადამიანის ფაქტიურად განადგურება, როგორც პიროვნულ, ისე სოციალურ დონეზე და ბულინგს დამცირება აუცილებლად. დამცირება ეს შეურაცხყოფის მიყენება, დაკნინება პიროვნული თვისებების და სასტიკი მოპყრობა იმ ადამიანისა, რომელიც ხდება ბულინგის ობიექტი ან მსხვერპლი. ახლა ჯერ ვიტყვი რომ ბულინგი ესე ერთჯერადი შეტევა არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან კარგად რომ ბავშვებიც და უფროსებიც კამათობენ, ჩხუბობენ, შეიძლება ერთმანეთს ცუდი სახელებიც დაუძახონ, შეიძლება შეურაცხყოფაც მიაყენონ, მაგრამ დამთავრდეს ეს ინციდენტი ერთჯერადი და მერე ვთქვათ, აი ესე ქრონიკული სახე არ მიეცეს. ბულინგი გულისხმობს ქრონიკულობას. ანუ ეს არის ამოჩემება გარკვეული ობიექტის, ეგრეთ წოდებული მსხვერპლის, რომელიც მრავალჯერადად განიცდის აი ამ დამცირებას, დაკნინებას, შეურაცხყოფას, როგორც ვერბალურს, ისე ფიზიკურს და რაც ძალიან ცუდად აისახება მის ფსიქიკაზე. იმიტომ რომ ახლა დამეთანხმებით, როდესაც ცუდად გვიქცევიან,
როდესაც ცუდად გვეპყრობიან, გვამცირებენ, ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა ხდება ჩვენში, არა? დასაკვირველია. ხო, და სკოლაში განსაკუთრებით, როდესაც პასუხის მიცემის საშუალება არ გაქვს აქ მხედველობაში, მაქვს შინაგანი განწყობა, შინაგანი მდგომარეობა. შინაგანი მდგომარეობა, კი ბატონო, იმიტომაც არის, რომ სამიზნე ხდება ისეთი ადამიანი, რომელიც არის სუსტი, რომელიც ვერ იცავს თავს და რომელიც სხვათა შორის საზოგადოებიდან ცოტა გარიყულიც არის, იმიტომ რომ არ ყავს მხარდამჭერები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ, ეხლა რა ნიშნი დამოიჩემება ხოლმე, თქვათ, ადამიანს ბულინგის ობიექტს. ხო, ბულინგის ობიექტს. რომელიც შემდგომში უნდა გახდეს მსხვერპლი, იმიტომ რომ ყველა ობიექტი მსხვერპლი არ ხდება. ხო? იმიტომ რომ შეიძლება ვიყო ბულინგის ობიექტი, ძალიან უნდოდეთ, რომ მე მსხვერპლის როლში მიხილონ, მაგრამ არ მეკარება, არც დაცინვა, არც ქილიკი, არც შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ვიცი, თქვათ, როგორ ავარიდო ამას. თავდაცვის მექანიზმი მუშაობს, ადაპტაციის დონე მაღალი მაქვს, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ. და სუსტი უნდა იყოს ის ადამიანი, თავი ვერ უნდა დაიცვას და გარდა მაგისა, რაღაცა გარკვეული ნიშნით უნდა იყოს გამორჩეული. უნდა იყოს განსხვავებული. და როგორც წესი, აი ბავშვების სისასტიკეზე მეტყოლებს ის, რომ ამოირჩევენ ხოლმე ფიზიკურად სუსტს. ან ვთქვათ, რაღაცა გარკვეული დეფექტის მქონეს. იმიტომ რომ ვთქვათ, ან სქელი ლინზებით სათვალეს თუ ატარებს, ძალიან ხშირად ეძახიან 4 თვალას. ბავშვობაში გაგვიგია ალბათ სახელების შერქმება უყვართ ხოლმე, იმიტომ რომ მე აეკიდება ეს სახელი და ეს რომელია ის 4 თვალა და უკვე რაღაცნაირად თუ იუმორში არ გადაიტანე, უკვე შეურაცხყოფელი ხდება. ან სიელმის მქონე ბავშვებს, ან ცოტა მენტალური რეტარდაციის მქონეს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებიც ხშირად არიან ხოლმე ბულინგის ობიექტები. აი სამწუხაროდ ეგრე ალბინოსებს მე მქონდა ერთხელ ესეთი სასამართლო საქმეც, მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ, როდესაც სწორედ კლასში აბულინგებდნენ ალბინოს. მაგრამ ნახეთ სასამართლო ამ შემთხვევაში მშობელმა უჩივლა ადმინისტრაციას, იმიტომ რომ როგორც წესი სკოლაში, როდესაც ხდება მსგავსი რამ, პასუხისმგებელი არის მასწავლებელი და ადმინისტრაცია. იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ აი იმ სკოლაში არ არის მკაფიო ქცევის კოდექსი, არ არის დისციპლინა, არ ექცევა სათანადო ყურადღება დასვენებაზე რა ხდება და აი ეს კლასის კლიმატი არ არის კონტროლის მექანიზმი, ჯანსაღი, კი, სუსტია კონტროლის მექანიზმი. და აქედან გამომდინარე, უფრო ხშირია ხოლმე იქ აი ასეთი სპექტაკლები ჭყალებში, ასე ვთქვათ, როდესაც იწყება შესვენება და აქ იწყება სანახაობა. მაგრამ სანამ გავაგრძელებდე, აი მინდა ხოლმე მიზეზი ვთქვა, რომ ვთქვათ რაღაცა გარკვეული გამორჩეული ნიშნი და აირჩიეს ბავშვი. არა, მაგრამ მათ კიდე სხვა მიზეზებიც არის. იმიტომ რომ ის შეიძლება იწვევდეს გარკვეულ შურს. შურის ობიექტი იყოს. რატო? იყოს ვთქვათ დიდარი ოჯახიდან. და კონდეს ისეთი რამ, რაც არ აქვს იგივე ბულერს, რომელიც ყოყოჩობს, რომ ყველაზე ძლიერია, უნდა რომ ძალაუფლება მოიპოვოს, დომინანტი გახდეს და ამ დროს იმას უფრო კარგი ხარისხის მობილური ტელეფონი აქვს და ამას არ აქვს. ამ თქვათ იგივე ჩაცმულობა. ეხლა იმის გამო, რომ ფორმებს როგორც წესი არ ატარებენ, ყველა იმ ტანსაცმლით მიდის, რასაც იცვამს ზოგადად. ან მაღალი ხარისხის სამოსი აქვს, ან თქვათ რაღაცა ისეთი ნივთები აქვს, რომელიც სხვაზე უკეთესია. და ეს არის ხოლმე თქვენ წარმოიდგინეთ შურის მიზეზი. გარდა მაგისა, კიდე შურის მიზეზი შეიძლება გახდეს თქვათ ბავშვის რაღაცა გარკვეული გამორჩეული ნიჭი. აი მაგალითად, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ხა ყველა ვიცით ჩვენ ჯასტინ ტიმბერლეიკი. ხო, მუსიკოსი, მსახიობი, მომღერალი და ასე შემდეგ.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკიც იყო ბულინგის ობიექტი. ეხლა მსხვერპლად არ შედგა, იმიტომ რომ კარიერა გაიკეთა არაჩვეულებრივი და მის ბულერებს დღეს არავინ არ იცნობს და თვითონ გამოჩენილი და წარმატებული პიროვნებაა. ჯასტინ ტიმბერლეიკს გადაეკიდენ სწორედ იმის გამო, რომ მან უარი თქვა აი ბიჭისთვის დამახასიათებელ ქცევაზე. ანუ სპორტულ შეჯიბრში ჩაბმაზე, რაღაცა გარკვეულ სპორტულ გუნდებში მონაწილეობის მიღებაზე და თავისი გზა აირჩია უკვე ბავშვობიდან. ეს იყო ინტერესი თეატრის მიმართ და იყო ინტერესი მუსიკის მიმართ. და აი ამიტომ გახდა ბულინგის ობიექტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი ასეთი გამოჩენილი ადამიანი შეგვიძლია დავასახელოთ, რომელიც თავის დროზე იყო ბულინგის ობიექტი, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა წარმატების მიღწევაში. აი მაგალითად ახლა ახალგაზრდები განსაკუთრებით კარგად იცნობენ ტეილორ სვიფტს. ძალიან პოპულარული მომღერალი, რომელიც აი სტადიონზე რო გამოვიდეს და მთელი სტადიონი რო გაივსოს, ის ახერხებს სტადიონით მანიპულირებას. აი ეგ არის ყველაზე საოცარი და ამ დროს იყო ბულინგის მსხვერპლი. რისი ნიჭიც აქვს და რისი უნარიც აქვს იმის ასე ვთქვათ გამოყენებას ცდილობს და იღენებს კიდევაც და აკეთებს. მაგრამ შემოქმედებით პროცესში იმყოფება. გატეხილიყო. რასაკვირველია. ხო შეიძლებოდა რომ ეს დაჩაგრულიყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კლასელი დასცინოდა მას და ფაქტიურად იყო მიუღებელი. იცით, ამ შემთხვევაში მე ესე ვიტყოდი, რომ როდესაც შიგნით ადამიანი, ბავშვობის პერიოდიდან მოყოლებული ის ძლიერია და მასში ეს ნიჭი, რომელიც სხვაში შურის გრძნობას იწვევს, იმდენად ძლიერია, რომ ის ამაზე არის ორიენტირებული, მაშინ მას იგი აღარ ხდება მსხვერპლი. ობიექტი კი ბატონო, მაგრამ მსხვერპლი ვერ ხდება. მსხვერპლი აღარ ხდება. გარდა მაგისა, ამას კიდე ჭირდება სხვა კომპონენტებიც. ტეილორ სვიფტს ოჯახში ჰქონდა მხარდაჭერა ყოველთვის. მის გვერდზე იყო მამაც, დედაც, ძმაც, ახლობლები, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, გასაკვირველია. რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გარემოცვა, რომელშიც ის არის სიყვარულით და ზრუნვით სავსე. ამიტომ ადაპტაციის უნარიც უფრო მაღალი ქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ეს დევნა პირიქით გახდა მოტივაციის მიმცემი, რომ კიდევ უფრო მეტად მიზანსწრაფული ყოფილიყო და თავისი მიზნისკენ ეარა. ხო, ეს ამ შემთხვევაში ესე მოხდა. ამ შემთხვევაში ასე მოხდა. ზუსტად ასე მოხდა ლეიდი გაგას შემთხვევაშიც, რომელსაც ასევე დასცინოდნენ თავისი ეპატაჟური ქცევის გამო, უცნაური გარეგნობის გამო, მაგრამ მისთვისაც ეს აღმოჩნდა მასტიმულირებელი პირიქით წარმატების მისაღწევა. ტომ კრუზს დასცინოდნენ, იმიტომ რომ დაბალი ტანისი იყო. ჩვენ ახლა დაბალი ტანის რამდენი ლიდერი ვიცით, რომელსაც სავარაუდოდ ბავშვობაში ალბათ ამოჩემებული ყავდათ და დასცინოდნენ. მაგრამ მართალი რომ გითხრათ, აი თქვენ ახლა რომ ყვებით აი ამ ბავშვობის პერიოდზე, ხო? სკოლის პერიოდში მაგალითად მე არ მახსოვს, არ დამიფიქსირებია არასდროს რომ აი ჩვენთან სკოლაში მაგალითად აი ბულინგის შემთხვევა ყოფილიყო. აი მეც რომ მაგას ვამბობ, უკვირთ ძალიან, რომ ჩემთანაც არ იყო, არ მახსოვს. ეხლა სანამ ამას კიდე გავახმოვანებდით, მოდით ეხლა შურის მომენტი იყო ხოლმე ეს ასე ვთქვათ, არაერთხელ დაგვიფიქსირებია და ყოფილა ასე ვთქვათ, საუბრის თემა. მაგრამ აი ბულინგი როგორც ესეთი, მე მაგალითად არ მახსოვს. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით, რომ სასტიკად არ შეიძლება რომ მოექცე ადამიანს და ვითვალისწინებდით სხვის გრძნობებს და განცდებს. იმიტომ რომ ემპათიის დონე მაინც ქონდა მაღალი.
ჩვენ ვიზრდებოდით, არა მე არავის დაკნინება არ მინდა და იმის თქმა არ მინდა, რომ ეხლა სხვანაირად იზრდებიან, მაგრამ მაინც გაცილებით უფრო მეტი სასტიკი. დაკნინებაზე არ არის, ეხლა სხვანაირი მიდგომა არის, ეხლა სხვანაირი დამოკიდებულება არის ბავშვის მიმართაც და ბავშვების ერთმანეთის მიმართაც. მე მაგალითად ახლა ცოტა გადავუხევ თემას და ვიტყვი, რომ ერთმა ჩემმა სტუდენტმა, მაგისტრმა, ну ხა წარმოიდგინე მაგისტრი არის ზრდასრული ადამიანი უკვე, პროფესიონალია უკვე, სადაც არის დაიცავს დიპლომს და უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია. და ამ გოგონამ მე მითხრა, რომ იცითო, ლექციაზე ვართ. მეო წავიკითხეო, რომ იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიოთო, არსებობს ეგეთი ხერხიც, არ გაითვალისწინო შენი მეტოქე, აბსოლუტურად არ გაინტერესებდეს ის რას იგრძნობს და როგორ იქნება და ყველანაირი ხერხი შეგიძლია გამოიყენო იმისთვის, რომ მას თუნდაც გული ატკინო და უსამართლოდ გაიმარჯვო. ну, აი რა უნდა მეპასუხა, ბუნებრივია, რომ ცოტა ხანი შევჩერდი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იყო საოცარი მომენტი იყო, როდესაც უნდა მეპასუხა მისთვის და თან გული მეტკინა, რომ აი ეს ახალგაზრდა ადამიანი ამას ლაპარაკობს, იმიტომ რომ ამოიკითხა და იმიტომ რომ აინტერესებს ეს არის მეთოდი, მე ვთხარი ეს ჩემი აზრით მისაღები მეთოდი არ არის. იმიტომ რომ მაგრამ თქვენ კარგია რომ ახალგაზრდები ხართ, იმიტომ რომ თუ ეს უკვე მკვიდრდება ან სადღაც დამკვიდრებულია, თქვენ გეძლევათ საშუალება რომ ეს შეცვალოთ. მით უმეტეს რომ ფსიქოლოგები ხართ და თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ უკვე იმაზე, რომ კონკურენტს პატივი უნდა ვცეთ, რომ უნდა ყველა ადამიანს მოვექცეთ პატივისცემით, ურთიერთგაგებით და უღირსად გამარჯვება დამარცხების ტოლფასია. თქვენ ხელშია მომავალი მე ვთხარი და პასუხი მისაღები გახდა მათთვის. ის რაც აი მაგ თქვენმა სტუდენტმა თქვა, მე ამას ვხედავ როგორც ერთ-ერთ ფორმას მასებზე ზემოქმედებისა და მასების მართვის ფორმას. და ამიტომაც არის რომ ესეთი თემების და ესეთი მეთოდების გაჟღერება ხდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოიყენოს ეს. სამწუხაროდ. დიახ. სამწუხაროდ ასეა. ეხლა მე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ყველანაირი პროცესს ყავს მონაწილეები. ეხლა ბულინგის პროცესის მონაწილეები არიან თვითონ ბულერი ან ბულერები, ანუ ის ადამიანი, რომელიც იყენებს ამ უღირს დავარქვათ პირდაპირ უღირს ხერხებს იმისთვის, რომ სუსტი, მით უმეტეს სუსტი დაამციროს, დასცინოს მას, შეურაცხყოფა მიაყენოს, რაღაცა თავისი სისასტიკე მოახვიოს თავზე და ცუდად მოექცეს, ხო? ეგ არის ბულერი, რომელსაც ასევე თავისი ტკენა მოყვება სახლიდან და რატო აკეთებს ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, არის თვითონ ბულინგის ობიექტი, ანუ რომელიც შეიძლება მსხვერპლად იქცეს, იმის გამო რომ დამორჩილდეს, სისუსტე გამოიჩინოს, მხარდამჭერი არ ყავდეს და იყოს გარიყული რაღაცნაირად. აქ არიან კიდე ნახეთ აქტორები, შემდეგ ისინი არიან მაყურებლები, ანუ დამსწრეები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და უბრალოდ მაყურებლების როლში რჩებიან და ამით ხო იცი გამოთქმაც არის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ დადუმებითა და ჩვენი ჩუმით ანხმობით. და ამიტომ რახანდაც არაფერს არ ამბობენ, ბულერი თვლის, რომ მას არანაირი სასჯელი არ ელის, მისი საქციელი მისაღებია და თვითონ აი ის მაყურებლებიც არიან შეშინებულები და ძირითადად იმიტომ არ იღებენ ხოლმე ხმას. მაგრამ არიან კიდე ვთქვათ ისეთი მაყურებლები, რომლებიც დამცველებად გადაიქცევიან ხოლმე. აი ბულერს ამობთ, მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ და ბულერს ამობთ, მე მაგალითად ჩემი პროფესიიდანაც, პროფესიული გამოცდილებიდანაც, სუფთა ადამიანური გამოცდილებიდანაც მე ვთვლი, რომ ის, რასაც რა ქვია ბულერი, არის არასრულყოფილების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი. ეგ თავისთავად. მას თავისი ფსიქიკური პრობლემები აქვს და
ძალიან მძიმე ბავშვობაც შეიძლება კონდეს. ეს უკვე მერე ირკვევა ხოლმე. მაგრამ ეხლა მოდით ბარემ დავამთავროთ ეს, რომ აი მაყურებლებში მაშველებიც არიან, ანუ დამხმარე, რომელსაც უჩვევა. ბულერის დამხმარე? არა, ბულერის დამხმარეც თავისთავად, რომელიც წააქეზებს ან თავისი სიჩუმით, ან პირიქით, სიცილით და ტაშისკვრით. და არის კიდევ მსხვერპლის დამცველი, რომელიც ვერ იტანს იმას, რომ სამართლოდ ექცევიან ადამიანებს და იწყებს მსხვერპლის დაცვას და დახმარების გაწევას. აი, მაშინ ჩვენ რო ვილაპარაკეთ, რომ ჩვენ დროს სკოლაში მსგავსი არ იყო, აი ჩემთან მაგალითად ხო, აი თუ გაჟღერდებოდა რაღაცა მეტსახელი, იგივე 4 თვალა, საიდან მოვიტანე თუ არა ბავშვობიდან არა, მაგრამ იქ იმ წუთში, როგორც წესი, თითქმის მთელი კლასი იტყოდა, იმას მისცემდა შენიშვნას, ვინც ასეთი შეურაცხყოფელი, ვთქვათ, სახელი, სასაცილო სახელი დაარქვა, რომ შენ რა უღირსად იქცევი. როგორ შეიძლება რომ ავატყობ ადამიანს ზუსტ სამცირებ. ეს უღირსი საქციელია. ანუ ქცევის კოდექსი იყო. და დამცველი ჩვენ დროს გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე წამქეზებელი ცუდი ქცევის და სხვათა შორის ბულერებიც დიდი რაოდენობით არ იყვნენ. კი, იყო ყოჩი, ეგრეთ წოდებული, ვისაც უნდოდა რომ კლასში დომინანტი ყოფილიყო, ან ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ის არავის არ ჩაკრავდა. აი, ბავშვობის პერიოდი მახსენდება ახლა იმ თქვენ რასაც ბრძანებთ. ჩვენ ყველას ისეთი ის ქონდა, რა ქვია, აი მე რასაც ვიხსენებ, რომ თუ ვინმეს რამე კონფლიქტი მოუვიდოდა, სულ ყველანი ვერთვებოდით და ეს იყო საერთო განსჯის და ასე ვთქვათ, გაკიცხვის ფორმა, სფერო, შერიგებისაც რასაკვირველია. კი ბატონო, ძირითადად ეგ იყო. და ეხლა უკაცრავად გაგაწყვეტინეთ მე მგონი. არა, ბრძანეთ. ხო და აი გარდა მაგისა კიდე ის თქმა მინდა რომ რატომ არის ახლა ეს თემა აქტუალური? იმიტომ რომ ძალიან მძიმედ აისახება სხვათა შორის არა მარტო მსხვერპლზე, თვითონ ბულერსეც და მაყურებლებზე. მაყურებლებზე რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან შიშის ქვეშ. ან თუ წააქეზებენ და მოწონთ ასეთი ქცევა, მათ უკვე მავნეთვისებები უყალიბდებათ. მერე ეს უკვე პერმანენტულ დაძაბულობას იწვევს. რაც შეეხება ბულინგის მსხვერპ ბავშვს, რომელიც ამოჩემებულია და თითქმის ყოველ დღე ატერორებენ, მას ეწყება ხოლმე გარკვეული სომატური ჩივილები. თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, სკოლაში წასვლის წინ ღებინება. აი მაგალითად, ჩემი ერთი საკმაოდ ახლობელი ბავშვი უცებ რაღაცა გარკვეულ მომენტში გახდა ცუდად სკოლაში წასვლის წინ. და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მოიწამლა, იმიტომ რომ ღებინება ქონდა. მეორე დღესაც გამეორდა, მერე კიდე გამეორდა და მერე მივხვდით, რომ უბრალოდ სკოლაში წასვლა არ უნდა. იმიტომ რომ როგორც ჩანს, მას იქ დასინოდნენ და ამიტომ აი ასე სომატურად გამოვლინდა აი ეს შედეგი ბულინგის. ნაცემი არ იყო, უბრალოდ დასინოდნენ ეტყობა როგორც ჩანს. ცოტა ნაზი ბიჭი იყო, ძალიან ისეთ კომფორტულ პირობებში გაზრდილი და ამიტომ ისიც ესე აქტიურ სპორტულ თამაშებში არ იყო ჩაბმული, ჩხუბი არ უყვარდა და როგორც ჩანს გადაწყვიტეს, რომ სუსტია და დაუწყეს დაცინება. ისე რომ ეს მავნე შედეგები სხვა შორის გრძელვადიანიც არის ხოლმე. და ადამიანს მერე მთელი ცხოვრება შეიძლება გაყვეს. აი ვთქვათ, ვერ ამყარებს კომუნიკაციას. არ უნდა ვთქვათ, მონაწილეობის მიღება რაღაცა გარკვეულ ღონისძიებებში. რატო? იმიტომ რომ სოციალურად ტრავმირებულია. ბულინგის მსხვერპლი როგორც წესი გარიყულია ხოლმე და ფაქტიურად მარტოა. კლასში, იმიტომ რომ დამცველი რო ყავდეს, მაშინ ის უკვე მსხვერპლი აღარ იქნებოდა. ამიტომ ძალიან გრძელვადიან ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს აი ეს ასეთი დაუდევარი, სასტიკი და ცუდი მომყრობა.
აი შემდგომში ფსიქიური აშლილობები ვისაც აქვს, დეპრესიული ადამიანები რომ არიან, აი გამომწვევ მიზეზად ხომ ითვლება? ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ითვლება ბულინგი. შეიძლება სახლშიც იყოს ადამიანი ბულინგის მსხვერპლი. ყავდეს უფროსი და-ძმა, რომელიც დასცინის, თქვათ რაღაცა გარკვეული მიზეზის გამო, ან მშობელი ექცევა დაუდევრად, ყურადღებას არ აქცევს, თქვათ ავტორიტარია და ამიტომ ჩაგრავს საკუთარ შვილს. მიზეზი აქ ძალიან ბევრი შეიძლება იყოს და მიზეზი არის ცუდად მოყრობა, სასტიკად მოყრობა, რაც ადამიანს გულს ტკენს და იარას უტოვებს, რომელიც თუ არ აქვს მას ადაპტაციის დონე ძლიერი, დაძლევის მექანიზმი არ აქვს ძლიერი, აუცილებლად აისახება სამომავლოდაც. აი მაგალითად ითვლება, რომ ბულინგის მსხვერპლი ცუდად ცოტა ახლა ცუდი სიტუაცია ეწყობა, მაგრამ ცუდად ეწყობა სამსახურში. რატომ? არ აქვს ის პირობები სამსახურში, რომელიც მას უნდა რომ ჰქონდეს. იმიტომ რომ იქაც ცოტა უცნაურად იქცევა, იმიტომ რომ მსხვერპლს სამწუხაროდ, აი მაგალითად ჩვენ ხო ვიცით, რომ ძაღლი როგორ წესი უყებს იმას, ვისაც ეშინია მისი. და ცხოველი როგორ წესი ირჩევს სუსტს, იმისთვის რომ მოიპოვოს, მოინადიროს და საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენოს. და აი წარმოიდგინეთ, რომ აი ყოფილ მსხვერპლსაც ეტყობა მაინც გარკვეულწილად რაღაცა დაღი აი ამ მსხვერპლის აქვს და იმ სამსახურშიც ვერ ამყარებს სათანადო კავშირებს, რაღაცნაირად კოლექტივში ვერ ეწერება კარგად, იქაც გარიყულია და ითვლება, რომ აი ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბულინგის მსხვერპლი იყო. ეხლა მე აქ არა ვარ შეკითხვების დასასმელად მოწვეული პირიქით, მაგრამ მე მინდა კითხო. თუ ყოფილხარ ბავშვობაში გარკვეული მსგავსი ქცევის ობიექტი? არა. გარდა შურისა, ასე ვთქვათ, ჩემს მიმართ, სხვა არც ერთის. ხო, მაგრამ შურმა შეიძლება გამოიწვიოს სასტიკი მომყრობა. არა. ეგეთი შემთხვევები არ ყოფილა. აი მე ყოფილ ვარ მაგალითად. ბულინგის მსხვერპლი, ძალიან საკმაოდ პატარა, ასეთ მცირეწლოვან ასაკში, როდესაც ზაფხულობით დამცინოდნენ ხოლმე, ან უნდათ რომ მეტირა. იმიტომ რომ როდესაც ბულერი თავის შაუბნელ საქმიანობას ახორციელებს, მას აუცილებლად ჭირდება კომფორტული მსხვერპლი, ანუ რომელსაც შეატყობს, რომ ის მსხვერპლი გახდა. დამცინოდნენ, ვთქვათ, ძალიან თეთრი ბავშვი ვიყავი და მეუბნეოდნენ, რომ აი შენ სიზარხვე გაგიწყდება, იმიტომ რომ კანზე გიჩანს და ეხლა მოკვდები. ან ვთქვათ, მეტყოდნენ, რომ აი მამა შენი მოდიოდა ზაფხულში ეხლა შენ სანახავად და გზაში მოიპარა კანფეტები და დაიჭირეს და მე ვტიროდი. თან ამას ვაკეთებდი მთელი გულით, გულამოსკვნით ვტიროდი ხოლმე. და ეს იყო იმიტომ რომ გჯეროდა. არა, იმიტომ არა რომ ჯეროდა. უფრო სწორედ მე გული მტკიოდა იმაზე, რომ მათ უნდათ, რომ ჩვენ ცუდად მომყრობოდნენ. იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირად დამნაშავე არ ვიყავი, ცუდი არავისთვის გაკეთებული არ მქონდა და ჩემთვის იყო გაუგებარი, რატო უნდათ მათ, რომ გული მატკინონ. და მაგიტო უფრო ვტიროდი შორის. ნუ მე არ ვიცი ახლა ეს რა იყო, ან უბრალოდ ადვილი მსხვერპლი ვიყავი, იმიტომ რომ ადვილად ვტიროდი და ამას ვაკეთებდი მთელი გულით, გულამოსკვნილი ვტიროდი და კარგი სანახავი იყო ეტყობა ბულერებისთვის. მაგრამ მერე უკვე რაღაცა გარკვეულ პერიოდში, რომ დაიწყეს ასევე ჩემი ეგრეთ წოდებული დაცინვა, დაბულინგება და შეურაცხყოფის მოყენება და ქილიკი, მე რეაქცია აღარ მქონდა. აღარ მქონდა რეაქცია, იმიტომ რომ მომბესდა სტირილი და მკითხეს, რომ რა არის, რატო აღარ ტირი? რა არ გჯერა, რომ მამა შენმა მოიპარა კანფეტი? მომთხარი, არც მაშინ არ მჯეროდა. უბრალოდ მე ვტიროდი თქვენ გამო, რომ თქვენ ხართ სასტიკები და გინდათ, რომ მე
სულ ტყუილ უბრალოდ, გული მატკინოთ, ეგმტკიოდა თქო, თორე აბსოლუტურად არ მჯერა არც ერთი თქვენი სიტყვის და მართალი გითხრათ, სულ ერთია რა სიტყვით თქო და მაშინ თავი დამანებეს. და რეაქცია როგორი ქონდათ? გაკვირვების? ფრუსტრირებულები იყვნენ, ისე შეწუხდნენ, იმიტომ რომ გასართობი დაკარგეს. და სხვათა შორის მე ეხლა გავიგე ცოტა ხნის წინ, რომ არსებობს ასეთი მეთოდი, რომელსაც ქვია რუხი, ანუ ქართულად იქნება სალიკლდე. აი სალიკლდე როგორია, რომელსაც რაც არ უნდა შეაყარო, ყველაფერი უკან რიკოშეტად დაგიბრუნდება. და ეს არის ასეთი მეთოდი, სალიკლდის მეთოდი. ანუ არ შეიმჩნიო, ან მიაქციო ყურადღება აბსოლუტურად. შენ დარჩე ისეთი როგორიც ხარ. შეგიძლია კეთილგანწყობილი იყო მაინც, ანუ რომ ვერ შეგცვალოს. აი იმ სისასტიკემ, რომელიც გარემოდან მოდის. სხვათა შორის კიდე არის გარკვეული რჩევა, რომ ბულერს უნდა ერიდო. და შეძლების დაგვარად მოერიდო, აი ქართველები ვამბობთ ხოლმე, სადაც არ ასჯობს, გაცლა სჯობს. ხო და აი ეს სიბრძნე არის შემონახული ენაში არა? ქალბატონო კეთილს გეთანხმებით აბსოლუტურად. აი ეხლა ბავშვობის პერიოდზე გვაქვს ძირითადად ამ თვალსაზრისით ყურადღება გადატანილი და ბავშვებისთვის არის ერთი გარემო, ეს არის ოჯახი და მეორე საგანმანათლებლო სკოლა. სკოლა. ამ შემთხვევაში აი როგორ რამ მაინტერესებს იცით, როგორ შეიძლება იმოქმედოს ოჯახმა და როგორ შეიძლება იმოქმედოს სკოლამ იმისათვის, რომ ბულინგის შემთხვევები აღმოიფხვრას და არ იყოს ბულინგი, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ფორმა. მე ახლა გამახსენდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრეზიდენტი, ყველასთვის ცნობილი ბარაკ ობამა იყო ბულინგის მსხვერპლი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიც თვითონ აღიარებს ამას, მას დასცინოდნენ სახელის გამო, შესაძლოა რაღაცა გარკვეული რასობრივი ნიშნითაც და როდესაც პრეზიდენტი გახდა, მისი ერთ-ერთი ყველაზე ძაფრი ასეთი ფოკუსირება მოხდა სასკოლო საპრევენციო პროგრამების შემუშავებაზე ანტიბულინგის. ანუ მან ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია და გაამახვილა ყურადღება ბულინგის აღმოფხვრაზე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და როგორი ფორმით მოხდა ეს? ნუ აქ პირველ რიგში ადმინისტრაციის პრეროგატივაა და უნდა შეიქმნას სკოლის ქცევის კოდექსი, აი როგორც სამურაებს აქვთ ბუსიდო, არა ქცევის კოდექსი, უნდა იყოს ქცევის კოდექსი და აი ამგვარი ქცევა, რასაც ქვია დატერორება, გვერდზამყოფის, სასტიკად მოპყრობა, დაცინვა, დამცირება, უნდა იყოს ამოღებული ქცევის არსენალიდან, უნდა მიუღებელ ქცევად იყოს მიჩნეული. და გარდა მაგისა, ტარდება კიდე გარკვეული პროგრამები ემოციის მართვის, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს ბულერი, ანუ მთავარი მჩაგვრელი, საკუთარი პრობლემების გამო ვერ იკავებს ხოლმე თავს და მას სჭირდება გარკვეული თერაპია და ზოგჯერ ესეთი სიღრმისეული ინტერვიუც სჭირდება, რომ ზუსტად გაიგო მიზეზები, რატომ გახდა ასეთი. და გარდა მაგისა, კიდე არის წახალისება მაშველების და დამხმარეების. ანუ პროგრამები, რომელიც ფოკუსირებულია დახმარების გაწევის აუცილებლობაზე და იმ სილამაზეზე, ქცევის, რომელსაც იწვევს და კეთილშობილებაზე, რომელსაც დახმარება იწვევს. იმიტომ რომ ხო დამეთანხმებით, რომ როდესაც ადამიანს უნდა რომ ხელი გაუწოდოს გაჭირვებულს, დაეხმაროს სუსტს, მოეფეროს დაჩაგრულს, ის უდავოდ კეთილშობილად და ლამაზად იქცევა. აი ამგვარი ქცევის წახალისებაც ხდება და სამწუხაროდ
საკმაოდ დიდი ძალისხმევაა ხოლმე საჭირო, რომ აი ასეთი ქცევა დაამკვიდრო. მაგრამ ეს ამერიკაზეა ლაპარაკი. ჩვენთან რა მდგომარეობაა? ჩვენთან მდგომარეობა მარტო ამერიკაზე არ არის ლაპარაკი, ეს ბულინგის პრობლემა ყველგან არის. არა, კი, მესმის კოდექსი ახსენეთ თქვენ ბარაკ ობამას მაგალითი. მე ახლა გადავუხვევ ცოტას და ვიტყვი, რომ ბილ კლინტონი, ასევე პრეზიდენტიც იყო ობიექტი ქილიკის და ბულინგის, იმიტომ რომ მსუქანი იყო ბავშვობაში და ძალიან განიერ ტანისამოს იცავდა და მას ეძახდნენ მსუქანას და ქონიანს. ანუ გამოდის რომ პრეზიდენტებად ამერიკაში ხდებიან ბულინგის მსხვერპლები? არა, მსხვერპლი არა, ობიექტი. ობიექტები. რომელიც არ შეეპოვა თავის ჩაგვრელს. არა, ნუ ეს რასაკვირველია. და შურისძიების მიზნით ხდებიან პრეზიდენტები და არა, ნუ ეს ახლა ბუტრილებს ხუმრობთ, ახლა ბუნებრივია, მაგრამ თავის მიზანს აღწევენ, იმიტომ რომ ეს არ ხდება ხელისშემშლელი ფაქტორი. ეხლა უკაცრავად მე ცოტა ავწდი თემას და რაზე უნდა მეპასუხა ეხლა მე? ჩვენთან ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში აი სკოლებში რა მდგომარეობა არის ამ თვალსაზრისით? არის ჩვენთან ასეთი დიდი რაოდენობით არა, როგორც ვთქვათ, შეერთებულ შტატებში ან დასავლეთში, მაგრამ მაინც არის გარკვეული შემთხვევები და მე პირადად ჩემი სასამართლო საექსპერტო საქმიანობის დროს შემხვდა ეგეთი საქმე. შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ, მაგალითად აი ზუსტად ვიტყვი ახლა რა საქმე იყო. ეს იყო 2012 წელი, სხვათა შორის, ამ საუკუნეში ხდება და მშობელმა იჩივლა. გადაწყვიტა, რომ აი ესე საჩივარით ჩარეულიყო, იმიტომ რომ მის შვილს გამუდმებით ჩაგრავდნენ. მშობელმა იჩივლა, ვის უჩივლა? ადმინისტრაციას. სკოლის ადმინისტრაცია. რასაკვირველია, იმიტომ რომ ახლა არასრულწლოვანს, რომელიც თვითონ დაჩაგრულია და საკუთარ კომპლექსს განტვირთავს უფრო სუსტზე, ვერ უჩივლებ. და არც არის მართებული, ისიც მსხვერპლია გარემოების და იმიტომ გახდა ესეთი სასტიკი არა და იყო კლასში ბავშვი გარკვეული ფიზიკური დეფექტით. ეხლა დავასახელო ის დეფექტი. ხო, ალბინოსი ბავშვი იყო. სხვათა შორის ამოჩემებულები არიან ხოლმე ეგენიც, თან ახლომხედველი იყო და ეს ორმაგდებოდა რაღაცნაირად და კიდე პლუს აქ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო და ისეთი გაჯეტები ჰქონდა, ასე ვთქვათ, და ტელეფონები და აიფონები, რომელიც სხვას არ ჰქონდა. და გარდა მაგისა, ჩასაცმელით შესაბამისად მაღალი ხარისხის იყო და იწვევდა შურს. ნუ ყველანაირად ყოფილა, ასე ვთქვათ, განსხვავებული, მარტო გარეგნობით არა. ხო, გარეგნობა ერთია, რომ სუმთლად თეთრი არის და სისუსტის ნიშანია, იმიტომ რომ ცუდად ხედავს და დაუცველია. და ამ დაუცველობას ემატებოდა ის, რომ როგორ ბედავს და უკეთესი მობილური აქვს, უკეთესი ჩასაცმელი. ყველაფერი უკეთესი აქვს, ანუ აბსოლუტურად განსხვავებულია. განსხვავებული და როგორც კი გაკვეთილი დამთავრდებოდა, აქ იწყებოდა ამ ბავშვის წამება და წვალება. კლასელები მას უბიძგებდნენ, ხელს კრავდნენ, ურტყავდნენ და სახლში სხვათა შორის, მაგრამ არ ამბობდა ეს ბავშვი სახლში. და ამიტომ არის ხოლმე გარკვეული ესეთი გაფრთხილება მშობლების მისამართით, რომ თუ ბავშვი მოდის ხშირად დალურჯებული, კი ეკითხებოდა მშობელი, დედაც და მამაც, რომ რატო გაქვს ეს სილურჯე, წავიქეცი, ფეხი წამოვკარი, თავი მივარტყი, რაღაცა ფეხი დამიცურდა და ასე ხსნიდა, მაგრამ საკმაოდ ხშირად იყო ასეთი შემთხვევები და ცოტა ეჭვი შეეპარათ. და მერე სხვათა შორის რომელიღაცა კლასელმა მობილურზე ეტყობა ეს იყო ის მაყურებელი, რომელსაც დახმარება უნდოდა, მაგრამ ეშინოდა ხმამაღლა საკუთარი აზრის გამოთქმის, მაინც მგონია რომ უფრო გოგონა იყო და დედას ხელში ჩაუვარდა აი მისი ბავშვის წვალების კადრები, პირდაპირ ვთქვათ. მეც ნანახი მაქვს ის კადრები და ეს იყო საშინელი.
ბავშვს არაცლიან ადგომას, ხელს კრავენ, აგორავებენ იატაკზე, დასცინიან, ფეხსაც ურტყავენ. ეს იყო ფიზიკური, ასე ვთქვათ, ბულინგი, არა მარტო ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალურიც, იმიტომ რომ კლასიდან გარიყეს ფაქტიურად. ადამიანი, ვისაც დახმარება უნდა, ხმამაღლა ვერ ამბობდა ვერაფერს. ფაქტიურად იმ ბულერს მთელი კლასი ყავდა ტერორის ქვეშ. და დედამ გადაწყვიტა, რომ მიემართა სამართალდამცავებისთვის, რომ სკოლას რეაგირება მოეხდინა. და საბოლოო ჯამში რეაგირება მოხდა, მაგრამ მე რა ფორმით? დისციპლინარული ფორმით. ახლა ბუნებრივია, რომ არასრულწლოვანს ახლა ესე ვერ დასჭი, იმიტომ რომ 12 წლისები იყვნენ მაშინ ის ბავშვები და მშობელს დაიბარებ, შენიშვნას მისცემ, რაღაცა გარკვეულწილად მოუწოდებ, რომ ბავშვი ცოტა გონს მოაგოს და ასე შემდეგ. და თქვენ წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია რაღაცნაირად დაწყნარდა. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ თქვათ ბულინგის სხვა ბავშვს აძლევენ ხოლმე რეკომენდაციას, რომ გადავიდეს სხვა სკოლაში. და სხვათა შორის ჩვენ ყველა ვიცით ძალიან ლამაზი მსახიობი ჯენიფერ ლოპესი. და ჯენიფერ ლოპესი გამოირჩეოდა ბავშვობაში იმითი, რომ ძალიან ბევრი სკოლა ჰქონდა მოვლილი. რატო? იმიტომ რომ ვერ ჩერდებოდა, ბულინგის მსხვერპლი იყო ყველგან. ამიტომ ერთი სკოლიდან გადაყავდათ მეორეში, მეორედან მესამეში და ასე შემდეგ. და ახლა ჯენიფერ ლოპესი გამოირჩეოდა ნიჭითაც, სილამაზითაც და ბუნებრივია, რომ შეიძლება ამოჩევებული არასტანდარტული ნამდვილად და ამიტომ ამოჩევებული იყო როგორც მსხვერპლი. ახლა კიდე რა მინდა რომ ვთქვა. ახლა ბულინგი არსებობს პირდაპირი და არსებობს ირიბი. ახლა რა არის პირდაპირი ბულინგი? ეს ზედაპირსია, ხო? ეს არის ფიზიკური ხელით შეხება, თავში წამორტყმა, წაქცევა, ფეხის დარტყმა, თუნდაც ყველას თანდასწრებით ცუდი სიტყვების დაძახება, სახელების შერქმება, დამამცირებელის და ასე შემდეგ. არაპირდაპირი ბულინგი არანაკლებ საშიშია და არანაკლებ მავნე. ეს არის, როდესაც ადამიანს ზურგს უკან ჭორებს უგონებ, ამოჩემებული ყავს და სულ ეს ერთი ადამიანი ყავს პროგრამაში, არქმევ რაღაცა გარკვეულ სახელებს, ოღონდ პირში არ ეუბნევი და ცდილობ, რომ გაუფუჭო მას ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დააკნინო მისი სოციალური სტატუსი და გარიყო. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ტიპის ბულერს უკვე ქვია მანიპულატორი. არა? ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ, თუ Facebook-ს ავიღებთ, ხო, ხედველობაში, იქ სულ ბულინგია. კი ბატონო. არაპირდაპირი ბულინგი. არაპირდაპირი, მაგრამ მაგას უკვე კიბერბულინგი. არა, ეგ რასაკვირველია, მე მაგალითად მოვიყვანე, მაგრამ ყველაზე ნაკლებად საშიშია სხვათა შორის. ჭორების გავრცელება, ასე ვთქვათ, რაღაცა ამბების შეთხზვა ვინმეზე და ამით მისი ავტორიტეტის დაქვეითება და შელახვა და მისი, ასე ვთქვათ, სოციალური მდგომარეობის გაუარესება, ეს მიღებულია საქართველოში და საკმაოდ არა, მე სხვაგან არა მაქვს ლაპარაკი, მე კონკრეტულად ჩვენზე მაქვს ახლა საუბარი და იმის თქმა მინდა, რომ კი ეს ასე ვთქვათ ფორმა არსებობს ნამდვილად. განსაკუთრებით ეს საფრთხე ხდება ხოლმე ბულინგის ობიექტისთვის, შეიძლება ეს მსხვერპლი არასდროს არ გახდეს, მაგრამ ობიექტი იყოს და შეიძლება მსხვერპლიც გახდეს თუ კარგად იმუშავა ბულერმა, განსაკუთრებით უკვე რაღაცა ცოტა შეკრულ მიკროგარემოში. როდესაც ის ზურგს უკან ურცელებს ამ კონკრეტულ ადამიანს ჭორს, საკმაოდ არასახარბიელო სახელებსაც ალბათ ეძახის და ცდილობს, რომ დააკარგინოს სოციალური სტატუსი და გარიყოს. და აი რატომ უნდა რომ გარიყოს? ეს უკვე ალბათ თვითონ ბულერმა და მანიპულატორმა უკეთესად იცის. ანუ როცა გინდა რომ ადამიანი შეჭამო ან მსხვერპლი გადაყლაპო, ის უნდა დატოვო მარტო. და ამასაც ძალიან ცუდი და სახიფათო ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
გაგონკეთუსი ჩვენი გადაცემის დრო იწურება და მე ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ბოლოს აი მაყურებლისათვის რომ უფრო ასე ვთქვათ, სასარგებლო იყოს ჩვენი გადაცემა რჩევების თვალსაზრისით. აი, რა შეგიძლია თქვენ, როგორც პროფესიონალმა ფსიქოლოგმა, რას ურჩევთ საზოგადოებას იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს თავიდან აცილება აი ამ ბულინგის. ნუ ეს ძალიან რთული რთულია რასაკვირველი. რეკომენდაციის მისაცემად და ერთი მხრივ მარტივიც. რატო? იმიტომ რომ აქ ყველაფერი ღირებულებით ორიენტაციაზე და ფასეულობებზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ მოვახერხებთ სწორი ღირებულებები, ჩავუნერგოთ ბავშვებს და სწორად ავზარდოთ, ეს სახლს დაიწყება უკვე საბავშვო ბაღიდან, ანუ გავუღვივოთ ემპათია, ანუ სხვისი ტკივილისადმი მიმღებლობა, არ სურვილი სუსტის დაჩაგვრის და სოციალიზებულ ქცევაზე ვიმუშაოთ, ბუნებრივია რომ და დავაკვირდეთ მათ ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც. იმიტომ რომ შეიძლება ზოგჯერ თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ექიმი ბრძანდებით, რომ გარკვეულ ეტაპზე შეიძლება დაავადება მიდიოდეს გაუმჟღავნებლად. და ამ დროს ადამიანს ჰქონდეს რაღაც გარკვეული ტენდენცია, რომელიც მერე მომავალში იჩენს თავს. და ეს იქნება ფსიქიკურ აშლილობასაც ეხება ეგ სხვათა შორის. მე მგონი მართალი ვარ. რასაკვირველია. მე მხედველობაში მაქვს, ახლა მე ეს კითხვა რატომ დაგისვით თქვენ, რომ თქვენ როგორც პროფესიონალმა, აი ასე ვთქვათ, ოჯახიდან რომ დავიწყოთ, მე ეგა მაქვს მხედველობაში, რომ მშობლებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ამ თვალსაზრისით. აუცილებლად, მაგრამ მშობლებსაც მით უმეტეს ახალგაზრდა მშობლებს სჭირდებათ გარკვეული პროგრამების გავლა, გათვითცნობიერებულობის დონის ამაღლება, ალბათ ხშირად უნდა იყოს მსგავსი გადაცემები, იმიტომ რომ მათთვისაც არ უნდა იყოს მისაღები, როდესაც შვილი თავს იმკვიდრებს ასეთი მიუღებელი და უღირსი გზით. ნუ ეს ძალიან რთული სამუშაოა და კანონიც უნდა იყოს. სხვათა შორის, აი, როდესაც არ ხდება ხოლმე რეგულირება რაღაცა გარკვეული საკითხების, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, არა? და როდესაც გაუშვით, თქვათ, დრო, რომ ბავშვობიდან, თქვათ, აღზრდა არ ქონდა ისეთი, რომ სწორი ღირებულებით მოსულიყო აქამდე, მაშინ უკვე კანონით რეგულირდება ხოლმე, ისევე როგორც აი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სკოლის დისციპლინა გამკაცრდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად უნდა მოექცე ბავშვს, არა? პირიქით უნდა იყო მიუღებელი უნდა იყოს უფროსისთვის ბავშვის არაკეთილშობილური ქცევა და ეს მან უნდა იცოდეს, ანუ ქცევის კოდექსი უნდა იყოს. ეს უნდა დარეგულირდეს აი ასეთი ქცევის კოდექსის დონეზე და ნუ ალბათ კანონის დონეზეც. ნუ მე ხაზს გავუსვამდი ამ თვალსაზრისით მშობლების დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ უფრო მეტად მეგობრულები უნდა იყვნენ, უფრო მეტად გახსნილები უნდა იყვნენ იმისათვის, რომ ბავშვს არ კონდეს რაღაც მომენტების დამალვის და მშობლისგან ასე ვთქვათ გამოყოფის თვალსაზრისით. სტილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამაზე ბევრი მკვლევარი ლაპარაკობს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირად თვითონ მშობელსაც ჭირდება. ხო, მე ამას ვამბობ სწორედ მშობლებისათვის, რომ მშობლებმა თვითონ თავის კორექცია ჭირდება. ამიტომ ვამბობ, რომ დისციპლინა, ქცევის კოდექსი და კანონის დონეზეც ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული და დარეგულირებული. აუცილებლად, იმიტომ რომ მშობელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და რაც უფრო მეტად მეგობრული ურთიერთობა ექნება მშობელს და შვილს,
ხო, მით უფრო ნაკლები შანსია იმისი, რომ მშობელს გამოეპაროს ესა თუ ის შემთხვევა, რომელიც შეიძლება ბავშვს შეემთხვეს. თავისთავად ეს არის ასეთი რეკომენდაცია, რომ მშობელი უნდა დააკვირდეს აი ამ ჩვენი ბიჭის შემთხვევაში როგორც იყო, რომ ხომ არ მოდის დალურჯებული, ანატირებული, თვალები ხო არ აქვს ჩაწითლებული, ან მისი ხასიათი, ცუდ ხასიათზე და ასე შემდეგ. ან სკოლაში წასვლაზე უარს ხო არ ამბობს, იქნება აკადემიურმა მოსწრებამ დაიწია, იმიტომ რომ აღარ სწავლობს, ინტერესი აღარ აქვს, მართლა აი ცუდგუნებაზეა სულ და გარდა მაგისა მისი ნივთები ხომ არ არის დამტვრეული. იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი ამ ბავშვსაც ხონდა ეგ შემთხვევა ტელეფონი რატო გაგიტყდა. ნუ იმიტომ რომ წავიქეცი და გატყდა ამ დროს როგორც ჩანს დაუმტვრიეს. ხო, აი ეს ყველაფერი ძალიან საფრთხილოა, ყურადღება მისაქცევია და ნამდვილად პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ისეთი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იქნება სიკეთით სავსე, დახმარებაზე ორიენტირებული, ურთიერთპატივისცემაზე, რასაკვირველია იდეალური ვარიანტის მიღწევა რთულია, მაგრამ მეტნაკლებად აი ამ ფასეულობების გაზიარება, რომ უღირსი საქციელით მიღწეული მიზანი არ არის წარმატება და კეთილშობილი საქციელი გაცილებით უფრო უკეთესია, აი ეს სულისკვეთება ნამდვილად უნდა იყოს. გეთანხმებით აბსოლუტურად და დიდი მადლობა ესეთი საინტერესო თემის გაჟღერებისათვის და მე მგონი რომ ჩვენი მაყურებელი კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი გადაცემა და თქვენი რეკომენდაციების და მე ერთს ვიტყოდი რომ მშობლებო ძალიან გთხოვთ მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს შვილებს. გვესმის რომ ეხლავე გვესმის რომ რთული პერიოდია, ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს, მაგრამ იმაზე მეტი პრობლემა ვიდრე შვილია არც ერთ მშობელს და არც ერთ ადამიანს არ ექნება. მე მინდა დავამატო უცებს თუ დრო კიდე გვაქვს. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბულინგის მსხვერპლი შეიძლება მივიდეს სუიციდამდე, ანუ თვითმკვლელობამდე, ანუ ბულინგი კავშირშია სუიციდთან და კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ბულინგი კავშირშია კრიმინალურ ქცევასთან. იმიტომ რომ ბულერი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, მაგრამ არა მარტო ბულერი შეიძლება გახდეს დამნაშავე სამომავლო, არამედ თვითონ ბულინგის მსხვერპლიც. და მე ახლა გავაჟღერებ იმ პროცენტს, რომელიც ჩვენთან არა საბედნიეროდ ჯერ ჩვენთან ეგეთი რაღაცები არ ხდება, იმედია რომ არც მოხდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა გამოკვლევა და აღმოჩნდა რომ მასობრივი მკვლელები. აი, როდესაც კლასში შევარდება ბიჭი ავტომატით და დაცხრილავს უამრავ ხალხს, ან კინოთეატრში შევარდება და დაცხრილავს ასევე ავტომატით უამრავ ხალხს, ასეთი მასობრივი მკვლელები 75% არიან ყოფილი ბულინგის მსხვერპლები. ხო, აი ეს მინდოდა რომ მაინც როგორც გაფრთხილება მეთქვა. ხო, რომ სუიციდი, სამომავლო სასტიკი დანაშაული, მასობრივი მკვლელობა არ გამორიცხავს ბულინგის მსხვერპლობას და ამიტომ ცოტა უფრო ფრთხილად ვიყოთ. კი, ნამდვილად გასათვალისწინებელია ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში და მშობლის დამოკიდებულებაში შვილის მიმართ, იმ პრობლემების მიმართ, იმ ცხოვრების, იმ წესის მიმართ, რომლითაც ჩვენი შვილები ცხოვრობენ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ქეთოსი. დიდი მადლობა, სამწუხაროდ ვერ მოვასწარით ბევრი რამის გაჟღერება, იმიტომ რომ თემა ძალიან ღრმა და დიდია. გეთანხმებით, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობა კიდევ გვექნება, რომ ამ თემაზეც და კიდევ სხვა თემებზეც ჩვენი მაყურებლის ყურადღება გავამახვილოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შესძლონ მშობლებმაც და ზოგადად ადამიანებმაც ნორმალური და კარგი ცხოვრება. ბავშვებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება, რაც შემდგომ ცხოვრების ხარისხზე აისახება. ძალიან დიდი მადლობა. თქვენს დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის.